რობერტ სტურუა შემოგვიერთდება და გადაცემის მეორე ბლოკში ვსაუბრობთ თეატრზე და სათქმელზე, რომელიც რეჟისორს საზოგადოებისთვის აქვს ხოლმე. ბატონ რობერტ, მოგესალმებით, მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. მოგესალმებით მეც. მოდით დავიწყოთ ჩვენი საუბარი იმით, რომ 50 წელზე ბევრად მეტია რეჟისორი რობერტ სტურუა იცის ყველა მდგამთ სპექტაკლებს, როგორც მშვიდობის, ასევე მღელვარების დროს და პრინციპში იცვლებოდნენ თაობებიც, ეპოქებიც. აი, რა არის ხოლმე მთავარი სათქმელი, რაც გინდათ რომ უთხრათ ხოლმე თქვენი სპექტაკლებით საზოგადოებას? არის კი რამე პარადიული ხაზი, რომელიც აერთიანებს თქვენ სპექტაკლებს და არის კი სათქმელი, რომელიც გინდათ რომ ყოველთვის უთხრათ ხალხს? ასე ვთქვათ, თუ როგორღაც მოვახერხებ გაერთიანებას, გეტყვით, რომ მე ვებრძვი ყოველგვარ ძალადობას და უსამართლობას. ასე გამომივიდა. მე ეს არ მინდოდა, მე უბრალოდ მინდოდა, რომ გვექადაგა სიკეთეზე, იმ წესებზე, ადამიანურობაზე და ასე შემდეგ, მაგრამ აღმოჩნდა რომ მე ვებრძვი ყოველგვარ ძალაუფლებას, რომელიც გამოხატავს თავის არანორმალურ ძალას ერის მიმართ. პრინციპში თქვენს ბოლო სპექტაკლში მიჯაჭულ პრომეთეში საუბარი ამაზეც არის და გულწრფელად მინდა ვთქვა, რომ როდესაც ვუყურე ამ სპექტაკლს, აი დიდხანს ვფიქრობდი, რომ როგორ შეძელით და ასე თანამედროვედ მოარგეთ ეპოქას ეს სათქმელი და როგორც წესი თქვენი სპექტაკლები ყველა დროში ამბობენ ხოლმე თავის სათქმელს და რაც იმ დროში უნდა გვესმოდეს. აი ამჯერად რატომ გადაწყვიტეთ, რომ ძველი ბერძნული დრამატურგიის რეფორმატორზე ესქილეზე და მის ნაწარმოებზე გაგეკეთებინათ აქცენტი, რა იყო თქვენი სათქმელი? შეიძლება ძალიან პრიმიტიულად გამომივიდეს, მაგრამ საქმე იმაშია, რომ პრომეთე ყველგან გამოყავთ როგორც გმირი. სინამდვილეში მას ჩადენილი აქვს სასტიკი დანაშაული, მკვლელობა. მართალია უნებლიე თითქოს, მაგრამ მაინც მკვლელობაა და მას შემდეგ ის უკვე გახდა სხვა ადამიანი. ამას უკვე სიკეთის მოტანა უჭირს, იმიტომ რომ როცა შენ ხარ ასეთი მსახური ბოროტების, მერე უკან გზა ცოტა გიჭირს. რაც არ გააკეთა, უდიდესი საქმეები გააკეთა, მერე პრომეთემ ცეცხლი მისცა ადამიანებს, მისცა ყველაფერი ხელოვნების დამთავრებული, მაგრამ მაინც არ არის რაც იყო იმ მკვლელობის შემდეგ. ამიტომ მე ვაფრთხილებ ადამიანებს, რომ გაუფრთხილდნენ თავის ზნეობას. აი ასე, პრიმიტიულად რო გითხრათ. უფრო რთულია სპექტაკლი. კი ბატონო. და იცით თუ სწორად მახსოვს, ადრე გაქვთ ნათქვამი, რომ როცა სპექტაკლებს დგავ, მე ეს ამბები რეალობაში ხდება და აი ახლა საუბრობდით გაფრთხილებაზე. დღეს რა რეალობის და გამოწვევების წინაშე დგას ქვეყანა და სამყარო? იცით რა, მე მგონია მთელი სამყარო დგას იმის წინაშე, რომ მართავს სახელმწიფოებს უნიჭო ხალხი. უნიჭო და ბოროტი ხალხი. მე არ ვეხები საქართველოს პირიქით, აქ ბოროტი ძალა, მე მახსოვს ტრისტან სარალიძე მომიყვა, როცა პატარა შვილები ყავდა, ვეუბნები შვილებსო, რომ წავიდნენ ბარჯვრივ, მაგრამ მიდიან მარცხნივ. ამიტომ მე ვეუბნები, წადი მარცხნივ და ისინი მაშინ წავლენ ბარჯვრივო. აი ჩვენი ოპოზიცია ამას გავს, უნდა უთხრა საწინააღმდეგო, რომ წავიდეს კარგად, კაი მიმართულებით. ამიტომ მე მაკლია ნიჭიერი ხალხი, ყველგან. და რატომღაც გაბოროტებულები არიან, ყველა დაწყებული ამერიკის შეერთებული შტატები და დამთავრებული ევროკავშირით. მე ასეთი რამე არ ვინახია, რომ ასეთი არეული ახლა მე არ ვიზახი ჩვენ ჩრდილო მეზობელზე, იმიტომ რომ იმან დაიწყო ყველა ეს უბედურება.
ახლა ნუ მალაპარაკეთ პოლიტიკაზე. იბატონო, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა გვერდს ვერ აუვლით იმ ფაქტს, რომ პოლიტიკა ჩვენ ცხოვრებაში ძალიან დიდი დოზითაა შემოჭრილი და პრინციპში ახლა გავიხსენებ ერთხელ, როდესაც იმედი ლაივში იყავით, თქვით, რომ მე ვერ ყვევი პოლიტიკაში, იმიტომ რომ როდესაც ჰამლეტს ვდგავ, ეს არის დიდი პოლიტიკა და პროცესების განზოგადება შემიძლიაო და თქვენ მაინც არასოდეს არ ცდილობთ ხოლმე თავი აარიდოთ მოვლენების შეფასებას და ახლა რა ხდება ველზე? ან რამე სპექტაკლს გაგონებთ დღევანდელი მდგომარეობა? დღევანდელი მდგომარეობა? არა, იცით რა, მე როცა დავდგავ სპექტაკლს, მე ის ჩემთვის უკვე დადგმულია და მე აღარ მაინტერესებს ის სპექტაკლი. ამიტომ მე ხლა პრომეთე უბრალოდ ზოგჯერ გაბეხარდება რომ ხალხს მოწონს თეატრები მაგიჟებენ საერთოდ, იმიტომ რომ სულ ავიწყებათ რომ ისინი ქმნიან ისტორიას თეატრის და თუ იმ ისტორიაში აი მაგალითად მარჯანიშვილის დადგმები იცით როგორი იყო არ იცით არც ერთმა თეატრმა არ აღნიშნა ეს ესე იგი ისტორია არ დაწე ახმეტელი რო არ ყოფილიყო მამაჩემი ჩემი მამის მეგობრები ვინც ნახა ახმეტელის სპექტაკლები მე არ მეცდოდი რა არის ახმეტელი თვითონ რას აკეთებენ? აი მითხარით, აკრიტიკოსებენ თავის ნაცნობებს აქებენ, ასეთი არაობიექტური შეფასება ისტორიის თეატრის. ეს არის აუტანელი, მე მგონია. ესიც უნიჭობაა. ბოდიში თეატრებო. ალბათ უფრო იოლია მოირგო როლი კრიტიკოსის, ვიდრე შექმნა რამე, არა? არა, იცით რა არის? კრიტიკოსი ის კი არის რომ გაკრიტიკებს ის არის რომ ანალიზს უკეთებს მოვლენებს და ამის უნარი მე მგონი არა აქვთ და მე ხლა ყოველთვის რუსთაველის თეატრი იყო ეპიცენტრში გინების ჩვენ უკვე მიჩვეულები ვართ ჩვენ ეს არ გვაღელვებს როცა ახებენ სხვა უნიჭო სპექტაკლებს არ მაღელვებს ეს აქ გაეხარდებათ რეჟისორებს, მსახიობებს, თეატრებს. იმიტომ რომ აი ეს შეგრძნება შენ რომ მაინც ხარ რაღაცა ტყვიების ქვეშ, უფრო გაძლიერებს. იცით რა მინდა კითხოთ? დიახ, ბრძანეთ. დიახ, არა, დავამთავრე. იცით კი ბატონო, იცით რა მინდა კითხოთ, ეხლა როდესაც საუბრობდით ამ ცალმხრივობაზე, მიკერძოებულობაზე, თვითცენზურაზე, ერთი კითხვა გამიჩნდა ახლა, თქვენ ხართ რეჟისორი, რომელსაც სპექტაკლებს ხან უცენზურებდნენ, ხან თეატრიდან გიშვებდნენ, თქვენი სპექტაკლების გამო, მაგრამ მაინც ახერხებდით ყველა დროში, ეხლა მაგალითად ბიდერმანი და ცეცხლის წამყიდებელნი, თქვენი აქცენტებით დადგით იმ დროს, როდესაც ძალიან დიდი გამბედაობა ჭირდებოდა. დღეს საუბარია იმაზე, რომ გვესმის საუბარი რომ ცენზურა რომ გარემო დაცენზურებულია ახლა თავისუფლად ვერ აკეთებენ განცხადებას იკრძალება სათქმელის მიტანა აუდიტორიამდე აი რა არის თქვენი პოზიცია როგორ ხედავთ ამ პროცესს და ამ განცხადებებს ცენზურაზე მე მგონია სისულელია უბრალოდ იცით საკუთარ უნიჭობაზე გაბრაზებული ხალხი აბრალებს სხვას თავის ასე ლუზერობას ასე ვთქვათ და ამიტომ არიან ასეთები გამწარებული იგონებენ რაღაც ცენზურას მე საშინელ ცენზურის დროს ვახერხებდი რაღაცის დადგმას მართალია ზოგჯერ ბალავდი მაგრამ მაინც მეხმარებოდნენ ხალხი მე თვითონ არ ვიცი აი როგორ გამომდიოდა ასეთი თავისუფალი აზროვნების სპექტაკლები ბოდიში ვაქებ საკუთარ სპექტაკლებს მაგრამ რა ვქნა რეალობის ასახვა არის პრინციპში შეიძლება ითქვას, იმიტომ რომ ეს არა მხოლოდ სიტყვებია, რომელსაც თქვენ თავზე ამბობთ, არამედ ჩვენ მოგვისმენია არაერთ საერთაშორისო კრიტიკოსისგან და მოგვისმენია იმ მაყურებლისგან, რომელსაც ვიცნობთ ასე და რომლის ხმაც გვესმის, ხო? და ზოგადად მაყურებელზეც მინდა კითხოთ, აი რა როლი აქვს მაყურებელს ახლა? იცით რა, მაყურებელს ვერაფერს ვერ დავაბრალებ. მაყურებელი ყოველთვის უნდა იყოს მართალი. მაშინაც როცა ის ვერ გაიგებს ბოლომდე, ეხლა ერთმა გოგონამ მომწერა Facebook-ში, რომ თქვენი სპექტაკლი მე ვერ გავიგე პრომეთეზე. ძალიან გავეხარდა, იცით რატო?
იმიტომ რომ თეატრი ყველას გონია ადვილი გასაგები. აი მაგალითად მიდის ის გოგონა კონცერტზე, სადაც თანამედროვე მუსიკა სრულდება. ის ამბობს, ისეთ რა მე არ მესმის, მაგრამ ეს გენიალურია. ეს არ მესმის კი არ ნიშნავს, რომ აგინებს. იმან იცის, რომ რაღაცა არის მასზე უფრო დიდი. მიდის გამოფენაზე, დაუშვათ პიკასოსი, ვერ ხვდება რა არის, მაგრამ ამბობს არ მესმის, მაგრამ კარგია ძალიან. თეატრში არ მას არ ამბობენ, თეატრში არ მესმის, всё. გესმით, ამიტომ როცა თქვა გოგომ არ მესმის თეატრზე, გამეხარდა. იმიტომ თეატრი მართლაც არ არის ასე ადვილად გასაგები. მაგალითად მე დამჭირდა კაიხანია ახალგაზრდობაში, რომ მივხვდარიყავი რასტიშტავს კარგი მსახიობი, კარგი რეჟისორი, კარგი ფილმი, მე კინო უფრო მიყვარდა ვიდრე თეატრი. ახლაც ასეა. ბატონ რობერტო, აუცილებლად მინდა გკითხოთ მომავლის გეგმებზეც, ხო? ჩვენ მოგვისმენია თქვენი განცხადება ვეფხისტყაოსანთან დაკავშირებით, რომ ფიქრობთ ამ ნაწარმოების სპექტაკლად ქცევის იდეაზე. დადგამს რობერტ ტუროვა ვეფხისტყაოსანს. რაზე მუშაობთ? მე მუშაობ, რომ უკვე დაახლოებით 30 წელი მუშაობ ვეფხისტყაოსანზე, მაგრამ ის გენიალური პოეზია უნდა გადავიტანოს სცენაზე. იმიტომ ლექსების კითხვა ჩვენ შეგვიძლია სახლში უფრო დიდ სიამოვნებას მივიღებ. მე გურამ საღარაძე, გოგი ხარაბაძე კარგად კითხულობდნენ ამ პოემას. მაგრამ სცენაზე თქვენ ხო კითხვა არ გინდა, სახლში წაიკითხავთ, თქვენ უნდა ნახოთ რაღაც ადეკვატური იმ პოეზიის, გენიალური კაცის პოეზიის, რომელიც ამ პოემაშია. და ამიტომ შეიძლება დავდგა, შეიძლება არა. თუ დავდგა, ვიცი სასაკლაოზე მივდივარ, ყველა მომკლავს. ერთხელ ვთქვი, ერთი რაღაცა არ მესმის თქო, აი ხლა მე თვითონ ტარიელი ხო ნახვა ავთანდილმა და მეფემ. დანაშეს არ უნახია და ეს კაცი რომელიც იჯდა, ნუ ყველა მისით ხო ეს 4 სტრიქონი. კი ბატონო. შავ ნახეს უცხო კაცი მოხმე ვინმე ჯდა დაპირალი წლისაპირსა ასე შემდეგ. კი ბატონო. დიახ, ხო და ისე იმოქმედა ამ კაცმა, რომელიც ნუ რუსთაველი წესო ტიროდა, მაგრამ მე ამას აღვიქავ, რომ ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ მიიქცია ყურადღება. მართალია, როცა მივიდე წამოსაყვანად, დაინახეს, რომ მართლა ტიროდა, იმიტომ რომ ცრემლები აქვს აღწერილი გენიალურად პოეტს. და ამ კაცმა უცბად, როცა ათრევდნენ მეფესთან, გაგიჟდა ამაზე და დახოცა ხალხი და გაქრა. ეს ნახეს ისევ მეორე ავთანდილმა და მეფემ. მერე უეცრად თინათინი, რომელსაც არც უნახავს ეს კაცი ეუბნება თავის შეყვარებულს 3 წლის წადი და ის კაცი მომიძებნეო. აი მითხარით, მეცნიერებმა ვერ ახსნეს ეს. მე სადაც არ მკითხულობდი, ეს არ არის ახსნილი. რატომ ხო არ უნახავს ეს კაცი ამას? ნუ თუ ისე იმოქმედა მასზე, მამამისის ახთოვანებამ თუ რაღაც თვისებებმა, რომ გაგზავნა თავის შეყვარებული 3 წლით. მე ეხლა მე ხომ დაუხსნა მსახიობს, მე ხო არ შემიძლია უთხრა, აი გაგზავნე. რატომ მეუბნება მსახიობი? მე უნდა აუხსნა. მეც მინდა ავხსნა. მე ჩემთვის ავხსენი. მაგრამ არ გეტყვით. დისერტაციას დაწერენ მე. ხო და თუ ასე გავაკეთე ბოლომდე, მაშინ დავდგამ და თუ დავდგამ რასაკვირველია, მე დაგებშინდობებით ყველას. დავკლავენ, ჩამქოლავენ და მომკლავენ. კი ბატონო. იმიტომ რომ ვეფხისტყაოსანი ყველას თავისი ვეფხისტყაოსანი აქვს. ილუსტრაციები, ნახეთ, ზიჩიმ გააკეთა შესანიშნავი ილუსტრაციები. ეხლა ყველას გონია, რომ რუსთაველის თეატრში მოვლენ და ნახავენ ზიჩის ილუსტრაციებს. ან რა ქვია კაცო, ქობულაძის. ხო და ასე არ იქნება კაცო, აქ იქნება რუსთაველის თეატრის ვერსია.
იმიტომ ყველას ხო თავისი ვერსია აქვს. ეხლა როცა თუ კითხულობენ რასაკვირველია, მე ეჭვი ვიპარება რომ კითხულობენ ეხლა ვეფხისტყაოსანს, მაგრამ თუ კითხულობენ, იქ იბადება შენთვის ყველაფერი სახიერი ხდება ეს პოემა. და ჩვენს გვაქვს უფლება, ჩვენს რაღაც სახიერად შევხედოთ, ჩვენ სახიერ, ჩვენთვის სახიერ. რა თქმა უნდა და დარწმუნებული ვარ თქვენ არ შეგეშინდებათ საზოგადოების ან კრიტიკოსების აზრის რომ დადგათ ეს სპექტაკლი და ვნახოთ რობერტ სტურუას ვერსია. არა, ისეთ შემეშინდება რატომ? ეს პირველი ვერსია რო გავაკეთე, ეს იყო გასულ საუკუნეში. უახლოვდებოდით 2000 წელს. და ყველაფერი მქონდა კომპიუტერში, მაშინ კომპიუტერი ძვირი იყო. და იშვიათი იყო და მომპარეს, ღვაზე ვისვენებდი. ვიღაცა მომპარა, საოცრად მომპარეს. გამოვიძახე მილიციონერი და უთხარი მისველეთ რამე იქ იყო ჩემი ვეფხისტყაოსანის ვერსია თქო სცენისთვის. მილიციონერი მეუბნება, ახ, შენი ყავი ის, ვის წეწერა რომ თქვენ ასე ლანძღავდით რუსთავებს, არ გამილანძღავს. ესე იგი მივხვდი რომ ლამის დამხრეტდა ეს კაცი. ორი იყვნენ თანაც. და აი ეს მელის მე თუ დავდგი. მადლობა, ეს ცეზურა არ არის. დიახ. იცოცხლეთ. დიახ, მადლობა, რომ იყავით ჩვენი ეთერის სტუმარი რობერტ სტურუა, საუბრობდა იმედი ლაივის პირდაპირ ეთერში.